დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. Როგორც ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. მისივე თქმით, დაცვის მხარემ პროკურატურის მოწმეები უდაოცნო, რადგან მათ დაკითხვა საქმისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ოქრუაშვილის ადვოკატი წინა სასამართლო სხდომაზე თავად კომისიის წევრების დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ირაკლი ოქრუაშვილი ქართული ოცნების პარლამენტის ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო 14 მაისს დააკავეს. 20,000 ლარიანი გირაო ჰქონდა დაკისრებული, რაც არ გადაიხადა. ამის გამო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოქრუაშვილს აკვეთის ღონისძიება გირაოს ნაცვლად პატიმრობით შეუცვალა. ამის გამო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოქრუაშვილს აკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ადვოკატ ჭაბაშვილის თქმით, მომდევნო ორ პროცესზე წერილობით მტკიცებულებებსა და დოკუმენტებს გამოიკვლევენ და საქმე დასრულდება. წულუკიანის ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გუშინ აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს კიდევ ერთ ოპოზიციონერს, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩიჯაფარიძეს.